რაც მე თავი მახსოვს, სულ ყოველთვის წიგნისკენ ვიყურებოდი. მამა ჩემი წიგნის დიდი მოყვარული იყო და სხელის მოკიდებას მიკრძალავდა. და მე გამიხსნა და მითხრა რომ კარგიო ნახე ოღონდ არ დააზიანო. ბოლოს 88 წელს მიხვდა რომ ჩემგან არაფერი გამოვიდოდა, სულ წიგნების მაღაზიაში დავდიოდი და აღარ მაძლევდა ფულს და მოსამზადებლად რომ მიმეყვანეს, მიკრძალავდნენ მაღაზიაში შესვლას. ერთხელაც წავედი ესე ვემზადებოდი ბახტრიონზე. იქ მაკულატურის პუნქტი იყო. კაცი მიდის წინ, მიაქვს შეკრული წიგნები. ვაინა ენციკლოპედია, სიტინის, უნიკალური ყავის ყდებში. გავყევი. შეიტანა იქა ჩააბარა მაკულატურის პუნქტში. მე ეგრევე დავავლე ხელი ამას, ამ კაცს მივეცი ფული 10 მანეთი მქონდა სულ. და ეს წიგნები წამოვიღე სახში ხა, მან გავაცდინე გაკვეთილი რა. ეს ტომრებით მაქვს წიგნები რა და საერთო გააცდინეო გაკვეთილიო და დეჩიმეულმა მკაცრად მოეპყარიო მაგას, მკაცრადო, რა. ხელიდან წავიდაო. ხო, მამა მეთქი მე უთხარი, აგერ ხა მე ამ წიგნებს ამოვალაგებ. და მე მელაპარაკე მეთქი და ამოვალაგე ეს წიგნები. და მამაჩემ მოუთხა დედაჩემს, ამან ისეთი წიგნები მოიტანაო, რომ სულ ჩაიჭრასო მე ამას აღარაფერს აღარ ვეთქვია. და დედაჩემ ტირილი დაიწყო რა, არაფერი. და აი ესე იყო, მაინც ჩავაბარე უმაღლესში და თან წიგნების დამჭა რა. მთელი აი ჩემი ცხოვრების დიდი ნაწილი მე არსად აფხაზეთი არ მინახავს მე თვალით არ მინახავს ზღვაზე ერთხელ ვიყავით გრიგოლეთში მთელი ჩემი ცხოვრება რაც კი სიამონება მაქვს მიღებული ეს არის წიგნები და ბიბლიოთეკა რა ეს იყო დედაჩემის და მამაჩემის საძინებელი ოთახი და მე ვაქციეს წიგნის საწყობად ეს ოთახი, მე მეორე ოთახი, მე მესამე ოთახი, მე მთელი სახლი ესე არის. ამ სახლში მარტო მე მოვდივარ, იმიტომ რომ ჩემთვის და ამ წიგნებისათვის ბედნიერი სიტუაცია არის და ვართ ესე ერთმანეთს ველაპარაკებით. აი ასე მამაჩემის გარდაცვალების მერე საერთოდ ეს სახლი წიგნსაცავად ვაქციე. აბა რა უყო? თავიდან ძალიან მიჭირდა. აი კუპონები რო იყო გეფიცებით ესე იგი ფეხსაცმელი მიყიდეს და ეს ფეხსაცმელი გაჩვდა რა და ვანახებდი ხოლმე მამაჩემს ნახე მეთქი ფეხსაცმელი მომცემდა ფულს თან მაინც და მაინც მე ისა მაქვს პლასკოსკოპია მაქვს და კაი ხარისხის უნდა ყოფილიყო და სალამანდრას ყიდულობდი ხოლმე და ვეუბნებოდი და მაშინ 60-70 მანეთი ღირდა და მომცემდა ფულს და წავიდოდი ვეფხისტყაოსანს ვიყიდიდი ამას მავთულებით შევკრავდი ხოლმე ამას მავთული 2-3 დღე ძლებდა რა მე ისე ისა და ერთი ფეხსაცმელი 4 ჯერ ვაყიდინე 90 წელს გაიყინვა და ის რო იყო რა ქვია სიბნელე რო იყო და გარეთ რო ვერ გახვიდოდი მარტო პურის მაღაზიაში ჩავდიოდი ხოლმე აქ ყოველდღე მიტინგები იყო პურის რიგებში და აი მაშინ გადავწყვიტე რომ არ გამერეკა რაღაცა უნდა იდეა და ბიბლიოთეკაში მქონდა 10 ცალი ვეფხისტყაოსანი პაპაჩემს აჩუქეს 1966 წელს ერთ დღეს და მეუბნებოდა რომ აი შვილო 10 ცალი ვეფხისტყაოსანი 10 მე გახდა 11 12 40 70 100 150 200 400 და 500-ზე მეტი მაქვს მე ვარ ერთადერთი ადამიანი რომელსაც აქვს კერძო პირი რომელსაც თელს galaktikაში რომელსაც აქვს 2712 ცალი ერთი არის საერთოდ რომელიც აღწერილი არსად არ იყო და ლევან თაქთაქიშვილის ცალი ქვია. ეს რესტავრაცია გაუკეთე. აი ნახეთ. აი. ბეჭდური გამოცემაა სულ. ოღონდ სულ შეჭმული იყო და რესტავრაცია გაუკეთეთ. აი ეს, ეხლა განახებთ მეორეს. აი ეს არის. ნახეთ? ეს არის ყველაზე ნაკლული და ყველაზე ცუდად შენახული ცალი, რაც კი ვეფხისტყაოსნის ცალები არსებობს. ეს არის თუში მაჩაბლიშვილების ნაქონი ცალია. აი ეს არის უდარჩენილი წიგნისაგან. ნახეთ? აი ნახეთ. ეს წიგნი როგორც ასეთი, აი პრაქტიკულად აღარც არის. აი ეს არის დარჩენილი წიგნის ყუისაგან, აი ეს დარჩენილი, აი ეს არის შეჭმული. აი ეს დარჩა ამ წიგნისგან. ეხლა მე რომ ეს შევიძინე, ყველა დამცინოდა რომ რატომ იყიდეო, რა გინდოდაო, ამ ხელთან ხა გადაიხადეო.
დარჩეს ეს საიდუმლო. კაიფული გადავხადე, რომ სახში მინდა მისვლა მე ჩემი ცოლი მომკლავს. ხო და ერთი სიტყვით მე ერთმა მითხრა რომ ეს რა გინდოდა ამიხსენიო და მეოთხარი რომ აი თქვათ ოშკი და შატბერდი ხო შატბერდისგან არის დარჩენილი ნანგრევები ოშკი კი კარგად არის შენახული და უზარმაზარია ის ოშკი რომ კარგად არის შენახული ამიტომ შატბერდს ფასი არ აქვს ეს ხო ძეგლი არის ამას ხო თავისი ისტორია აქვს როგორ შეიძლებოდა ეს ცალი მე გამეშვა მე ვფიქრობ რომ მე სწორი გავაკეთე და ესეც და თან ამითი მეორეც არის ცოტა ამბიციაც მაქვს მე უკვე გავხდი 2012 წლის ვეფხისტყაოსნის მფლობელი ასეთი რამ ჯერ ქართულს ვერც ერთმა ქართველმა ვერ მოახერხა ერთიც ვერ იშოვეს და ორს ვინ იშოვის ეს რუსთაველის პორტრეტი არის ტარიელაშვილის დახატული ეს ვიყიდე პლეხანოზე იყო მაღაზიაში ჩარჩო როგორც ჩარჩო ისე იყიდებოდა 200 მაინც მივეცი მაშინ მახსოვს და ეს სურათი მომქონდა ტაქსიზე ზემოდან დავაბი ვოლგა იყო ეს ტაქსი რაღაც ვიპოვე ისეთი და წამოვიღე და რა მოიტანე აქ მთელი მეზობლები იცინოდნენ ხო ეს უყურებს აქ ამოთახს მე საერთოდ დიდი მორწმუნე არა ვარ მაგრამ რაღაცები წარმოდგენები რა თითქოს ეს არის ამისი მცველი ამოთახის ეხლა გადავიდეთ იქეთკენ ესე იგი დედაენები მინდა აი აქ რა აი სულ დედაენები არის ერთი აკაც დედაენები მე რაღაც უნდა ვაგროვებდი ბარათაშვილის გამოცემას ვაგროვებ აი აქ ამაკ ბარათაშვილის გამოცემა ყველაზე ძველი ბარათაშვილი პირველი გამოცემა მაქვს აი უნიკალური გამოცემა 1866 წლის გამოცემა ეს მაგ 1709 წლის 60 ქულო ძალიან ცუდად შენახულია ოღონდ ეს არის იასონ ყენესელიძე იყო ჩვენი ოჯახის ნათესავი. ჩემი დიდი ბებიის დიშვილი იყო. და მისი მეფელირი გვაქვს ჩვენ 1877 წელს გამოცემული და ზედ წერია მოქმედი პირნი და ლირი და ფანქრით აქვს მიწერილი აი ვინც ამ სპექტაკლში ვინ რა ითამაშა. მეფელირი აკაკი, მეფე საფრანგეთისა, მაჩაბელი თავარი ბურგუნდიისა სოსიკო ბაქრაძე მასვეტაშვილი ავალიშვილი ახვლედიანი ყველა გვარები წერია ზოგიერთ სახელები არ უწერია ხა ამას ვისაც ქონდა ეს თვითონ იცნობდა ამათ და მიაწერა აი ეგეთი იშვიათი გამოცემა ბევრი შემხედრია მე-16 საუკუნის წიგნებით ხენაწერებით შემხედრია მაგრამ მე სახში არ ვაჩერებ ამას იმიტომ რომ აი ხლაც რამდენიმე დღის წინ მეზობელმა დამერეკა მე მგონი ჩაგრეცხეოდა მოვედი გაგიჟებული მე წიგნები ხوارგან ისეთ ადგილებში ვაქ ეს წიგნები დალაგებული სვანეთის კოშკები როგორც არის ყველაზე ნაკლებად რომ არის ვარიანტი რომ წყალი დაესხას რა ყველაზე დაცულ ტერიტორიაზე მაქვს ესენი დალაგებული მთელი სახე წიგნით რომ გაივსოს აი თაროებით იმეებზე მაგ აწეული არის მე ჩემ წიგნები მაინც ფშრალი გადარჩება რა ოჯახის წევრებსაც ზოგიერთ არანორმალურად თვლიან მაგრამ ნუ მე რა ვქნა, მე ასეთი ვარ, მე ამ აქ არ არის წიგნი, რომელიც მე არ მჭირდება, ან რაღაცით ჩემთან არ არის დაკავშირებული. ეს ჩემი პირადი ბიბლიოთეკა არის, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ განახოთ იქ მილიონჯერ უფრო მეტი საინტერესო ლიტერატურა. ჩემი ცხოვრებაში არის რამდენიმე პერიოდი, როდესაც რაღაცა დიდი რაღაცა აღმოაჩინე. მაგალითად, ერთი პირველი იყო, როდესაც პატარა ვიყავი და გავიგრო არსებობს ბუკინისტური მაღაზია.
მეორე იყო რომ მოვედი ბიბლიოთეკაში, ეროვნულ ბიბლიოთეკაში რომ მოვედი, მაშინ მამა ჩემმა რომ მითხრა კინოთეატრ რუსთაველში ვიდიოდით და აი ეს სახლი რა არის მეთქი მომეწონა ეს корпуსი და ეს ის შენობაა სადაც ყველა წიგნი არის რაც კი საბჭოთა კავშირში არის გამოცემულიო და ნუ მე იმის მერე რასაც კი ვნახულობდი კაი წიგნს ვეუბნებოდი მამა იქ არის კი არის იქ არის ჩვენ რამე წიგნი გვაქვს რომელიც იქ არა გვაქვს ალაშვილო რას ამობ იქ ყველაფერია და მე ასე მეგონა რომ ეს იყო რაღაცა დიდი რაღაც მე აგერ 52 წელი გავატარე ამ ქვეყანაში ემიგრაციული არქივების ძიებაში დღეები რო დავთვალოთ რამდენიმე თვე არის მაგრამ რომ მითხრან აქეთკენ ის 59 წელი უფრო მეტია თუ ის ერთი რამდენიმე თვე მე ისევ ამ თვეებს ავირჩევ იმიტომ რომ ეს არის ძალიან დიდი ვნება ეს არის ჩვენი ბაზრობაზე ნაყიდი გამოცემები თავის პარკებში, ძალიან კარგი. ეს ჩანდა. ეს არის ფლორის არქივი. დანას არქივი არის მთლიანად, აი. მამამისი იყო ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეგობარი. აი მაგათ ოჯახში აღმოჩნდა ეს 5 სურათი მისი ნეგატივები რო გავაშიფრეთ. და აი ეს მაგათი არქივი წამოვიღე, კიდევ რაღაცა ხომ არ არის, კიდევ საინტერესო. და რა თქმა უნდა ჩვენი მანანა თაქთაქიშვილის მიერ მოცემული გვაზავას არქივი. აი აქ არის მთელი ყველაფერი ჩაწიკწიკებული. იქეთკენ კიდე ალბომები მაქვს. ჩემს ბალკში მქონდა ჩადებული. ვნახოთ ახლა ეს ალბომებიც. აჰა. კაცი მოგდეს. ეს არის სწორედ ის ალბომი, რომელიც ქალბატონი მანანა თაქთაქიშვილის ოჯახიდან წამოვიღეთ. ეს არის გიორგი გვაზავას ალბომი. რომ არ ყოფილიყო მანანა თაქთაქიშვილი, არაფერი გამომივიდოდა, იმიტომ რომ მანანა თაქთაქიშვილი სავიზიტო ბარათი იყო ჩემთვის, იმიტომ რომ მინსკთანაც მიდიხარ უცხოეთში, ყველა გეკითხება, თაქთაქიშვილი, მანანა ვინ არის შენი? მანანა იყო ჩვენი ძალიან ახლო ადამიანი, რომელმაც ყველანაირად გულისკვალი გაგვიღო რა, ყველაფერი რაც კი ყველაზე ძვირფასი ქონდა ჩვენ გამოგვატანა. დანა ამილახვის ოჯახშიც მან მიმიყვანა გამაცნო ჩხენკელი კვინტაძეებთანაც მაგი საერთოდ ჩვენი ეს ოჯახი ეს გიორგი გვაზავას ოჯახი რითი არის გამორჩეული თელს ემიგრაციაში ისინი არ არიან რადიკალურები ყველას უყვარს ყველასთან თბილი ურთიერთობა აქვს მათ შორის გიორგი გვაზავასაც იურიდიული ფაკულტეტი ქონდა დამთავრებული გიორგი გვაზავას. შემდეგ სორბონაში წავიდა თავისუფლად მცვენელად. ამ კაცმა გიორგი გვაზავა 1906 წელს ეს არის სტოლიპინის პერიოდი არის გადადგა ნაბიჯი და ეგ სიძე იყო ჩერქეზიშვილების ვარლამ ჩერქეზიშვილთან ახლობლობით გამოსცა გრუზინსკაია მისლიყო ერთადერთი გაზეთია სადაც დააყენა პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის თემა რომ საქართველოს ეკუთვნის ავტონომია ამის გამო ის დაიჭირეს. ვინმე იყო იქამდე დაჭერილი ამ თემაზე, არ არსებობს ასეთი ადამიანი. დამოუკიდებლობის თემა შემოიტანა გიორგი გვაზავამ. როდესაც დემოკრატიული რესპუბლიკა შეიქმნა და მისი მეთაური გახდა ნოე ჟორდანია, პარლამენტში ორი ადამიანი იყო არასოციალ-დემოკრატი ძალიან მნიშვნელოვანი. ეს იყო ერთ-ერთი იყო გიორგი გვაზავა, მეორე იყო ლასხიშვილი. გიორგი გვაზავა მეგობრობდა ჟორდანიასთან, თანამშრომლობდა მასთან და საქართველოს იყო მისთვის უწინარეს ყოვლისა უპირველესი და არავითარი პარტიული დაპირისპირებები მას არ ქონია მასთან. გიორგი გვაზავა იყო საკონსტიტუციო კომისიის წევრი. საკონსტიტუციო კომისიის წევრობასთან ერთად მუშაობდა ამ კონსტიტუციაზე, დახვეწა ეს კონსტიტუცია და იბრძოდა იმისათვის, რომ ეს კონსტიტუცია ყოფილიყო დემოკრატიული. მასში ყოფილიყო ყველა ის თანამედროვე მაშინდელი ევროპული მისწრაფებები, რაც მოახერხა კიდევაც
მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანს მაინც იმას ვამბობ, რომ ის იყო პირველი ქართველი, რომელმაც დააყენა ავტონომიის და დამოუკიდებლობის იდეა და მოითხოვა ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი მთავარი ჩანასახის შექმნა. ის იყო ბრწყინვალე მთარგმნელი და ვეფხისტყაოსანი თარგმნა ფრანგულ ენაზე. იყო ჟურნალი პრომეთეს დამფუძნებელი და ეს იყო ერთ-ერთი ვარსკვლავი საქართველოს დამოუკიდებლობის ეს ჟურნალი. შემდგომში 1945 წლიდან მას ესე იგი მოხუც კაცს ჰქონდა ფინანსიური პრობლემები, მაგრამ ღირსეულად გადაიტანა ყველაფერი. კიდევ ერთი დამსახურებაა, რომ გაზარდა ორი შვილი, მზია და ჯამლეტი. ჯამლეტი უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, სერიოზული იურისტი იყო და მზიამაც და ჯამლეტმაც მამამისის საქმე განაგრძეს და ეს არქივი ჩვენ გვაქვს ეროვნულ ბიბლიოთეკაში. ჩაიწერე ნომერი. ჩაიწერე მაგ, აი 2800 თუ 1800 და 1800. 1800. როგორ ხარ თავდროანა? არიში ლეულში ვიყავი. ლეულში. რაღაც ალგი რაღაცები ვნახე. ხო, თავდროანა. დავძან თუ მე ბავშვი. ნო? გიშვერო? გიშვერო? არა, რა უნდა. აბა ვახსოვებ მე რა შექნება. აქა მოიტან? აბა კართან დავალაგებ. აჰა. შემოძლები ციხამა, ციხამა всё. ბევრი წავიღოთ აქ ფუჭდება სულ. თვითონ ერთმანეთზე არის მიწებებული ისინი საინტერესო მასალები. თუ ის ერთმანეთში აზელილი არ არის, ეს ფონდი ვიღაცას თავისი ჭკუითაა დაალაგებული და თუ ერთს ნახავ, მე სოკო როგორც არის დღეში სოკოს რო იპოვი ერთ წელს, ესე იგი იმის გარშემო უფრო მეტი შანსი არის, რომ იყოს სხვა სოკოებიც. ისეა აქაც. თუ ერთს იპოვი, მე უნდა ყურადღებით უნდა ეძებო შენი გიორგი. 32 წელი გიორგი გვაზავას წერილი. 37 წელია. სიტყვით ეს აქ გასარჩევი აღარ არის. ეს პირდაპირ ეს საინტერესო მასალა. სადგა მეკცევა ახლა მას გონია რომ გაიქცევა აქამდე სად იყო? გვაზავა სტატიები მოძებნილი, ამოჭრილი. მირენა, ვაი, შემთხვევით როგორ გამომჩა ეს? როგორ გამომჩა? ვარლამ ჩერქეზიშვილი.
აქ ჩვენ ცოდვას ჩავდივართ ესე რომ ზერელად რო ვქეკავთ ამას ეს წამოვიდეს თბილისში გავიჭირვებ და ხო და აი ნახეთ ახლა რეები ვიპოვეთ საინტერესო ჯერ ერთი წერილები გვაზავასი ერთი მეორე ვარლამ ჩერქეზიშვილის უცნობი ფოტო ცოტა მე ნაშრომი ფრანგი მეცნიერისა ვეფხისტყაოსნის შესახებ მანქანაზე დაბეჭდილი ვინმე მოაგროვებდა ამას კაცშვილი ვერ შეაგროვებდა მე კიდე რა ეს არის ვეფხისტყაოსნის შესახებ ვასილ კარიჭაშვილის სტატია მთელი ავტოგრაფები დინო რამიშვილის, ილიკო სუხიშვილის და მთელი ამბებით აი პარიზში ყოფილა ისა და თავისი პროგრამა სანამ თავისი გაზეთიდან ამონაჭრებით ეს ვიქტორ ნაზაძე გვაქვს მაგრამ მაინც კარგია მაგნაჩანთები ერთი წაღებული მაქვს უკვე ხა მეორეც კიდევ ვთხოვ და ასე აქ ეს ერთი გამოსატანად შვენიერი ვალ კიდე მოგვიწევს ამისი გენერალური გადამოწმება რა რამე არ დაგვრჩეს ისეთი რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ეს ადვილად ამას ვერ შეველები მე მე ქართველი ვარ. საფრანგეთში დაბადებული, ვისწავლე, ვიმუშავე და ეხლა პენსიაში ვარ. პროფესია დავიწყე ის იურიდიულ დარგზე, მაგრამ არ დავამთავრე. მე დავიწყე მუშაობა ვეკილებთან. მე წავედი ამერიკაში, რომ უფრო ინგლისურად უფრო კარგად შემეძლო ლაპარაკი და როცა ჩამოვედი 6 თვის მერე შევედი UNESCO-ში და იქ დავრჩი 22 წელიწადი. სამშობლოს განცდა და პატრიოტობა ეს სუხიშვილებმა როცა ჩამოვიდნენ საფრანგეთში ეს იყო როგორც რევოლუცია, იცით, ახტაცებული ვიყავით და სულ გვინდოდა საქართველოში წასვლა, საქართველოს ხალხი ნახვა, ეს იყო დიდი ემოცია ჩვენ ახალგაზრდობაში. ეს ხალიჩა ჩამოიტანეს პაპამ და ვებიამ საქართველოდან. მე მგონი უნდა იყოს ირანული, ცოტა გაფუჭებული, მაგრამ მაინც ძველებური ის ტაპისრი ესეც საქართველოდან ჩამოიტანეს. ეს, alors ბებია ჩემი, აქ ბებია ჩემი, enfin მინიატიურა არის, მინიატიურა. ჯამლეთი, პაპა ჩემი, დედა ჩემი და მე. ბებიამ მასწავლა ქართულად ლაპარაკი. დედმამაც. იმიტომ რომ პაპა აღარ მახსოვს. მე 3 წლის ვიყავი, როცა გარდაიცვალა. მოგზაურობდა უწინ. ბევრჯერ ჩამოვიდა საფრანგეთში, ბელგიაში, ინგლისში და სულ კარგად ლაპარაკობდა ფრანგულს. და ეს მე მგონი უშველა, ენა უშველა, რომ მუშაობა
ქონოდა საფრანგეთში. გიორგი გვაზავა იყო მაინც შესანიშნავი ადამიანი და ისე უყვარდა საქართველო. უნდოდა რომ საქართველო თავისუფალი იქნებოდა. ეს ძალიან ემოციას მაძლეს. უკაცრავად. ახლა უნდა მარცხნივ წავიდეთ. დედმა მამა არიან ლოვილში. და ადგილი არის ჩემთვისაც. ვალა იქ ლოვილში. ვალა. მაგრამ რა ვიცი აქ ბიძაჩემმა აქ უარჩი უკეთესად ეს ადგილი მოეწონა და აქ უნდოდა რომ თავის მამა ყოფილიყო. და მერე ბებიაც აქ არის, მერე ჯამლეთიც აქ არის. ჩავიდეს ესეც არ ვიცი თუ კარგად ვაკეთებ თუ არა. მაშინ ახლა წყალს მოვიტანა. ესეც უნდა გავწმინდო იქ წყალში. სულ პრინცები არიან. მე არასდროს იმდენად მილაპარაკი ამ პრინცი, ბებია პრინცესა არის და მამა პრინცი. მე არაფერი. ისეთი მნიშვნელობა არ არის. მაგრამ მაინც ვიცით რომ არსებობს. აქ არის შალიაპენის საფლავი, ფის ჟენიალ შვილი, გენერალური შვილი რუსის რუსეთის მიწიდან. მაინც საინტერესოა რომ ნახეთ. Alors, სად უნდა იყოს დადეშკელიანი? აქ უნდა იყოს აქ. მაგრამ არ ვიცი. აქ არის ნინა პრინცესა დადეშკელიანი და კიდე ვინ არის მიშა დადეშკელიანი. რა. მაინც ვიპოვე, არა? ეს მაქვს ერთი რადარ თავში. აქ არის ვერლენის საფლავი. ვერლენი ფრანგული პოეტი, ცნობილი. მაგრამ არ არის პოემა, თავისი პოემა არ არის აქ დაწერილი სამწუხაროდ. De profundis, ლათინურა. მარცხნივ და გავალთ.
ეს მატარებელი, ძველი მატარებელი. ძალიან მომწონდა ბავშვობაში ამას ამ მატარებლის, რა ვიცი, თამაში ამათ. და ნახეთ ძველი ფოტო, სადაც მე ბავშვი ვთამაშობ ამე. და ეხლა კიდევ ვთამაშობ. ლამაზია, ძალიან ლამაზია. ხოლო მე რა არის საინტერესო ამ წიგნში და აქ ბებია ჩემი არის, ძალიან ახლოს ვიყავ ბებია და მე და როცა დედმამა ახალგაზრდები იყვნენ და როცა მიდიოდნენ მეგობრებთან ერთად და მტოვებდნენ ბებიასთან და ბებიასთან ვრჩებოდი და ძალიან მიყვარდა ჩემი ბებია, ძალიან ახლოს ვიყავით. ბებიამ ბევრი მიშველა, რომ ქართულად მელაპარაკა და წერა მე ვისწავლე, როცა უფრო დიდი ვიყავი, იმიტომ რომ მეზარებოდა ცოტა. თუნდა გითხრათ. მე ესეც რა ვიცი, არ ვიცნობ. ბებია. ხო, ეს არის პაპაჩემის დროს, რომელი წელს? პაპაჩემი, დედაჩემი, ბებიაჩემი ტურეფელის ახლოს, აიფელტურის ახლოს. აქ მამაჩემი სტუდენტი, აქ იყო სტუდენტად პარიზში. Alors აქაც სხვადასხვა ბიძა, ბებია, პაპა, ბევრი სურათები. Alors ეხლა ეს თაქთაქიშვილების სურათები. პაპაჩემი, ილია თაქთაქიშვილი, მეუღლე მაშა და მამაჩემის უმცროსი ძმა, რომელიც დარჩა საქართველოში დედმამასთან ერთად. აქ ჯამლეთი თავისი ავტომობილით ძალიან უყვარდა ეს სპორტის ავტომობილი. ეს ბავშვობაში ძალიან პატარა ბაო როცა ვიყავი ეს პაპასთან, დედმამასთან. ხო, ეს არის ეს ექვთიმე და გაცილება. დიახ, მე სულ პატარა ვიყავი და ეს ფოტოები გადაღებულია როცა მიდიოდა, მაგრამ პატარობისას ეს საინტერესოა, იმიტომ რომ ეს არის როგორც არ ვიცი თუ 26 მაისი თუ რა ვიცი და სულ ბავშვები აქ ვართ, სულ ემიგრაციის შვილები. ეს მე შამონიში პატარა იმაზე ბალკონზე. შამონიში ეს სახლი, იცით, 50 წლებში ჯამლეთმა იყიდა მიწა. თვითონვე მეგობრებთან ერთად ააშენა ეს პატარა სახლი. მაგრამ მივდიოდით თითქმის ყოველ წელიწად და ვატარებდით დროს, ძალიან სასიამოვნო ადგილია. ჩემთვის მე ძალიან მიყვარს. იმიტომ რომ მაგონდება დედმამა, ბებია. აქ ვხედავთ ჯამლეთი ცხენით, ძალიან კავალიე, ძალიან უყვარდა სპორტი.
ხშირად მიდიოდნენ სანახავად იმას გენერალ კვინიტაძეს და ეს სურათები გადაღებულია შატუში, სადაც ცხოვრობდნენ გენერალი და თავის მეუღლე და შვილები. ეს სულ ახალგაზრდები, დედაჩემის კვინიტაძეს ქალები თამაშობენ, ტენისს თამაშობენ. საინტერესოა მოდა, იმ დროს მოდა, როგორც ქალები არიან ჩაცმული. შანელის დროს, რა ვიცი. ერთი იყო ლილა მელიტას ქალიშვილი. ძალიან ლამაზი ტანი ჰქონდა, ლამაზი ქალი, ლამაზი თვალები. მანიკენი იყო. მელიტა ჩოლოყაშვილი არის ბებიაჩემის ახლობელი, არ ვიცი როგორ, მაგრამ სულ ეს ემიგრაცია სულ ყველას ერთმანეთი იცნობდნენ ერთმანეთს. ზღვისპირას ეს ახალგაზრდობა, ემიგრანტების ახალგაზრდობა ატარებდნენ კარგ დროს ერთად. კიდე მე ეს სოფელში, კიდე მე პარიზში. როცა შევედი იუნესკოში. იცი, მე მარტოკა ერთი ბავშვი, მარტოკა ბავშვი ვიყავი და შევეცვიე მარტობას. არ მიშლის, არასრულებით არ მიშლის. ხო, ვაკეთებ, რაც მე სიამოვნება. სიმღერა, ცეკვა, დახატვა. ეს არის ჩემი ისა ჰობიზ. მენი ჰობიზ. სიტყვები და მავიწყდა რა იყო? Chevalier de la table ronde. Chevalier de la table ronde. Goûtons voir si le vin est bon. Alors, chevalier de la table ronde, goûtons voir si le vin est bon. Goûtons voir, oui, 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 goûtons voir, non, non, non. Goûtons voir si le vin est bon. და ეს აქ ჩავდოთ ესე რომ არ დაიკეტოს. Voilà, attends. Все. Alors, s'adapte, ça chine les mains. Ai, აქ არის. მიფხისტყაოსნის მიჯნურთ მეტყველება. ჯამლეთის ციგნები, ეს მისი გამოცემები, ეს მისი არქივის ნაწილი. ეს მაგალითად ჩვენ არ გაგვიხსნია არასდროს. შეიძლება რაღაც საბეჭდი მანქანა. ქართული საბეჭდი მანქანა. ქართულად. კარგი, რა ვიცი, იქნება
ვინმეს აინტერესებს. კონტროლის ობიექტი მანქანა. აქ ქართველებიც არიან. ხო. List test benefit. ვის გვაზავა, გიორგი გვაზავასაც ქონია რაღაც პროცენტი. ხო. იმიტომ რომ გიორგი გვაზავა იყო ვექილი ხო. ამ დარგში იყო ვექილი. წერილები ინგლისურად, ფრანგულად. ხო, მანთაშოვი არის? მანთაშოვ, ხო. ხო, და გაზეთებიდანაც. მანთაშოვ, აქ წერია რაც არის. კონკრეტულად. ეს ერთი. ეს ერთი. Shell the Soviet. და ხედავ ეს არის როდის იყო ეს არის 29 წელი. 29 ეს არის. ეს სერიოზული ნამუშევარია. იქნება ესეც არის ეს შელის ძველი წერილები ძველი თემატურად არა ფერი აქ თავის დანადგარებია მე ვარ კრისა ესე იგი მე არაფერი მემართება რა კრედიტ ლიონს არა ისე უყვარს ეს დოკუმენტებია და აი ესეც რაღაც საკრედიტო აი გადასაყრელი და როცა ჩამოხვალ კიდევ ხო კიდევ მოხვალ და კიდე არის აი რომ მეგონა რომ ვერაფერს ვერ ნახავდი კიდე აღმოჩნდა რაღაცეები ესეც არის ისი რკინები რომ ხო იქ არის რკინები რომ ეს დოლი ნახე ეს მამასი იყო მამა ჩემისი დოლი და ძალიან კარგად თამაშობდა ხო მაგრამ მე მგონი ახლა არაფერია აჰა ინერგა მუშაობს ტყავია და მაინც გავწმინდო დღეს არის მე არა იქნება ვინმეს უნდა ვთხოვო რომ მიშველოს მე დაგეხმარებით არ ვიცი ნო ეს არ არის უიმე რაც ამბობთ მე ვიქნები ბედნიერი თუ თქვენ მე გამავალებთ რომ ეს საქმე გაგეხმაროთ რაც გადასაყრელია მე ფრანგულად ვერ ვკითხულობ გადასაყრელი გადაყვართ და ანჩინ დავალებოთ უნდა ვიმუშაოთ კი ბატონო თან ახმოვარ ალო entrée servi შენ გარო ცოტა ხანი დავჩი და მე ამოვალ როცა გინდა ეს ერთი კი ეხლა მეორე გააკეთებასეთ ფუ ეს არის ამის ცხოვრება ისე ჩალიჩოს ეხლა ხუთში რომელსაც არ ქონდა ბედი და ეხლა ასე ეხლა ხუთში აღმოჩნდება. კი, მაგ მომართული იმაზე რა წავიღო რა დავტოვო.
ეხლა შენი კითხვები კიდე ჩემ ხელი მომწალი, იმიტომ მანგრევს თუ რამდენი რამეზე ვიფიქრო. არა უშო, არა შემიწყო ხელი თო ცოდო ვარ. 40-40-ია, რა არა. ემა საერთოში ტოვებ. ჰა? საერთოში დავტოვებ. გავიგე, მაგრამ იმ საერთოში რო გამოგიგზავნო 20 კილო უნდა იყოს და არის 40. რაო ბიჭი? საერთოში ეს მაინტერესებს. შენ კარიერა გაგვიყო. So, მოჩა, კაია. აბა დროებით. დროებით. მე ყველანაირად ვეცდები რომ რაც შეიძლება მალე ჩამოვიდე. ძალიან კარგი. კარგად ვიყავით. ნახვამდის ყველას. Aller à la cave, hein? Oui, on y La cave avec les rats. Ouais. Bon, მოგვიწევს რომ ხარდაფში ჩავიდეთ, მაგრამ გაემზადეთ ვირთხები არის. იქნება პატარა არის, აი განათლება. Non, on va descendre. ჩავიდეთ დაბრუნდეთ. აკლდამაში. Vous ne restez pas longtemps. Alors, c'est la cave. Avec ça, c'est des nouvelles planches qu'il n'y avait pas avant. Parce que j'ai refait la cuisine, il faut enlever ça. C'est la peinture, attention, peut-être. Oui. არის ხელი ამბები 79 წელია. აქ არაფერი ისეთი არ ჩანს. აი რუსთაველი. აი ესეც მოიწრო როცა. ეს საინტერესოა. ეს საინტერესოა. ეს 800 წლის თავი 1966 წლის აგვისტო. Dorian. Question d'Orion, აღმოსავლეთის საკითხი. Ah, j'ai préparé des sacs, mais je ne les ai pas amenés. Des livres. Là, je pense que là, ils ont déjà regardé. ეს მე ნანახი გაკოთ, ანუ ეს ნანახი მაქვს, მაგრამ მაშინ დაძაბული ვიყავი. ეხლა ცოტა მოშვებული ვარ. საქართველო, მე აბსოლუტურად ბიზანტია აინტერესებს. ვენეცია, არა ესეთი ყდიანი წიგნები არაფერი იყო იქ. არა. აი ეს არავის არ უნახავს აქ რა არის. წიგნები არის აქ ძირითადად. ხო, მაგრამ მაგ შეიძლება იყოს სურათებიც, იმიტომ რომ ნახე. ეს მე არ მინახავს. არ მინახავს. აბა აი ამ პარკში ვარაი აქ უფრო ეს არის საქართველოს სულ. გვაზავა აგერ.
უნდა ისე გაათამაშეთ მე ახლა ისეთ кайფში ვარ რომ ცოტა ხანი დამაცადეთ. საქართველოს და აგროვებ და თავისი ჟურნალებიდან აქვს გამოჭრილი. ისევ დამიბრუნებ რომ გეუბნება რაღაც რაც იძულდება. მან უარს ვეღარ ვეუბნებ თელი დაბლა სართული პოლიციის ატაშე სადაც არის აი ესე დადის რომ ამ ყუთებს შორის და ხე კიდე რამდენიმე ყუთი მოგვიმატა. და აბა ხა საერთო საქმეს აკეთებს ეს ხო რაც ჩემ საქმესაც ხვის საქმესაც და გან არის თუ არაფერია მაგრამ მაინც უნდა ნახოს ვაი თუ და რამე არ ვიცი არის სახალხო ნაძვის ხის სათამაშო აქ ერთი ფურცელი დევს მარტო ივან ივანიშ ტრავის აქ არაფერია წერილი ეს ოჯახი არ არის ისეთი სხვა ტრადიციული ჩვენი ქართული სოციალ-დემოკრატიული ემიგრაცია ეს არის რუსეთის იმპერიიდან გამოქცეული ადამიანები სადაც მოდიოდა ქაქუცა და საუბრობდნენ და მეგობრობდნენ რა და ესე იგი ქაქუცას სურათები იყო ამოხეული ხო მაგრამ მასთან ერთად იყო ნეგატივები მეორე ჩანთაში ის ნეგატივები რომ დავალაგეთ იყო ამ ალბომების ნეგატივები და იქ ამოხეული სურათები თავიდან დაუბეჭდეთ და აღმოჩნდა 5 ქაქუცა ფანტასტიკური ბოლო წლები არის ქაქუცასი რომელიც ვერ არის კარგად და ну ამ მილახორთან ერთად არის გადაღებული და სრულიად უცნობს 5 ფოტო დაემატა ქაქუცას კოლექციას. Au revoir. Non, pas trop. Il n'y a pas de sac là. შეიძლება საერთოდ არ იყოს. შეიძლება უცებ მაგარი რამე გაეძროს. ნადირობაზე რომ მიდიხარ, არ უნდა იფიქრო რამდენს მოკლავ. შეიძლება არაფერიც არ მოკლა, მაგრამ აი აჰა. აჰა. დიმიტრი ერმაკოვის ალბომი. C'est 10 euros. 5? Non. No, 10? Pardon? 10 euro. 10, yeah. No? Merci bien. Il est à 15 euros celui-ci. How much? 15. 1.5. 50 so 15. 1.5. ბიბლიოთეკისთვის ჩემი აზრით საინტერესო უნდა იყოს ბოლოს მე-19 საუკუნის დასაწყისის წიგნია და 15 ევროდ
ვიყიდე. მაგრამ დავევაჭრეთ. თან ეს დამეხმარა რომ ფრანგული ენები არ ვიცი და უცხოურ ენაზე თუდად ლაპარაკობ, იფიქრეს გაჭირვებული კაციაო და დამithმეს. სხვა შორის ბაზრობაზე რომ მიდიხარ, ლამაზად ჩაცმული არ უნდა იყო. და ძალიან ძვირფასი არ უნდა გეკეთოს საათი და ფეხსაცმელებზეც უყურებენ. როცა უყურებენ რომ გაცვია გაჭირვებულ დონეზე, ფასებიც დაბალია. აი ესეთ მდგომარეობაა. ნახეთ, ფანტასტიკური წიგნი. მე ხა დიდად არ ველოდი ხა ნოტრ-დამის წინ რამე ისეთი ძალიან იშვიათი ანტიკვარული რამის ყიდვას არ ველოდი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ერმაკოვის წიგნი შევიძინე ნაპოლეონის რუსეთში გალაშქრების კრიტიკული განხილვა 1825 წელს პარიზში გამოცემული ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ბიბლიოთეკაში ვისაც აინტერესებს დღეს და არის კიდე 1684 წლის გამოცემა პლუტარქე თავისი გრავიურებით რა ვიცი სულ თლიანად დაჯდა ეს 10 20 30 და 30 60 ევრო 60 ევრო ეხლა აქ შევიდეთ კაფეში შეერი დარჩები ხო და 60 ევრო კაცო რა ვიცი მე შედეგი არის რა ეხლა ეს არის როგორც სათევზაოდ წახვიდე და ლიფსიტები დაიჭირო მაგრამ კიდე არის ადგილები სადაც მელოდება რაღაცეები და რა ვიცი დღეს გვაზავას უზარმაზარი ნახატი ვნახეთ სარდაფში ფანტასტიკა გუშინ უამრავი ხელნაწერი მე ყვაყოფილი ვარ ძალიან ჩემ სწორედ იმას ამბობს რომ მე ბიბლიოთეკა ოჯახზე მეტად მიყვარს და მე უთხარი კიდეც შემცოლს ბედნიერი ადამიანი ხარ რომ ეჭვიანობ უსულო საგანზე მან მიპასუხა რომ უვედურებაც ის არის რომ ის უსულოა მაგრამ შენ სულიერი გონიაო